მოგესალმებით, როგორც მოგეხსენებათ, 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. შესაბამისად, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან სურს წარმოგიდგინოთ დელეგატები ქართული ოცნების პარტიიდან, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან როგორც წამყვან პოზიციებზე უმაღლეს საბჭოში საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკომპლექტების მიზნით და ასევე ისინი გაუძღვებიან აჭარის 6 მუნიციპალიტეტში შესაბამის საარჩევნო კამპანიას. ბათუმიდან ჩვენი დელეგატი იქნება ბატონი რამაზ ჭიჭარაძე, რომელსაც განსაკუთრებული წარდგენა არ ჭირდება, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტის განხორციელება უკავშირდება როგორც აჭარაში, ასევე ბათუმში. ქობულეთიდან ჩვენი დელეგატი იქნება მოქმედი მაჟორიტარი ბატონი ცოტნე ანანიძე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე. ხელვაჩაურში დელეგატი იქნება ხელმძღვანელი ბრიფინგს მართავს და მას პირდაპირ ეთერში გთავაზ. აჭარისერება ქვეყნის და ხალხის სიყვარული. ქობულეთიდან ჩვენი დელეგატი იქნება მოქმედი მაჟორიტარი ბატონი ცოტნე ანანიძე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე. ხელვაჩაურში დელეგატი იქნება ბატონი მინდია დიასამიძე, საკრებულოს პირველი მოადგილე, რომელმაც ძალიან კარგად იცის ხელვაჩაურის საჭიროებები და არსებული გამოწვევები. ქედაში ჩვენი დელეგატი იქნება ბატონი მამუკა თურმანიძე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოადგილე, მანამდე ის გახდა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. შვახევში დელეგატი იქნება ბატონი ფრიდონ ქუთკარაძე, მოქმედი მაჟორიტარი და აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოში. რაც შეეხება ხულოს, ხულოში ჩვენი კანდიდატი დელეგატი იქნება ბატონი ვახტანგ ბერიძე, მოქმედი მერი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ხულოს წინაშე არსებული გამოწვევები და ის ნამდვილად გახლავთ ამ მუნიციპალიტეტის ძალიან დიდი სახდენი. ძირითადი კრიტერიუმი, რითაც შეირჩა ეს ხალხი და რაც გახდათ წარდგენის მთავარი საფუძველი, არის პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება, ქვეყნის და ხალხის სიყვარული. მე დარწმუნებული ვარ მათ წარმატებაში, თითოეულ მათგანს კიდევ ერთხელ მინდა უსურვო წარმატებული საარჩევნო კამპანია და შემდგომი წარმატებები. ასევე მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღით ადრე ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა დელეგატები 30-ვე ოლქში და მათ შორის აჭარაში. აჭარიდან ჩვენ გვეყოლება ძალიან ღირსეული წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში. ბათუმის დელეგატი გახლავთ ბატონი აჩიკო ბერიძე, ქობულეთის დელეგატი იქნება ბატონი გია ჭყონია, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს საზოგადოება. რაც შეეხება მაღალმთიანი აჭარის დელეგატს, ხულოს, შვახევის და ქედის დელეგატს გახლავთ მოქმედი მაჟორიტარი ბატონი აზო